მესხეთში, როგორც რუსთაველის სამშობლოში, ყველაფერი ლექსით უნდა დაიწყოს. ასე ფიქრობს ახალციხის მკვიდრი ბადრი თამაზაშვილი. მისი აზრით, მესხური ფესტივალი უძველეს ტრადიციებთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ ესტრადის ვარსკვლავების მიერ შესრულებული ქართული თუ უცხოური სიმღერები ფესტივალზე ზედმეტი იქნება. მესხეთი ახლა ეს როგორც რუსთაველის სამშობლო, ლექსით უნდა დაიწყოს ყველაფერი. მე ეს ძველი ქართული მესხური სიმღერები რაც არის. მე ყველა კუთხის სიმღერები. უნდა იყოს ყველაფერი გაერთიანებული, რასაც ფესტივალი ქვია რა. თანამედროვე ესტრადა არა. თუ ხალხური შემოქმედების ფესტივალია, უნდა იყოს ხალხური სიმღერაც, ლექსიც, ცეკვაც, თამაშიც და ყველაფერი. საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით კი იმისთვის, რომ ფესტივალმა ყველა თაობის წარმომადგენელთა დაინტერესება მოიპოვოს, იგი ხალხური ანსამბლებისა და ქართული ესტრადის ვარსკვლავების ნომრებით უნდა იყოს გაჯერებული. შედარებით დიდი დოზით კი საკუთარი რეპერტუარი ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა უნდა წარმოადგინონ. კარგი იქნებოდა მონაწილეობა მიიღო ხალხურ ანსამბლებს, მაგრამ ამავე დროს უფრო კარგი იქნებოდა რომ ქართული ესტრადის ვარსკვლავებსაც მიიღო მონაწილეობა, რომ უფრო მეტი ახალგაზრდობა მივიდეს ფესტივალს. თანამედროვე თუ იყოს რა პრობლემაა, მაგრამ ძირითადად უნდა იყოს ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ჩვენი წარსულიდან, ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, ალბათ უფრო ძველი, მესხური, უფრო ტრადიციული ან სიმღერები, ცეკვები, მესხეთ რითაც გამოირჩევ ჩვენ სხვა კუთხეებისაგან, უფრო აი ესეთ უნდა იყოს ჩემი აზრით. თანამედროვეც იყოს კაც. რა თქმა უნდა, შეხამებულად და ყველაფერი ისე რომ სინთეზში იყოს ყველაფერი ეს. ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ კულტურულ ღონისძიებებთან ერთად ახალგაზრდების მეტი ჩართულობის განმსაზღვრელი იქნება სპორტული შეჯიბრებებიც. მათი გარკვეული ჯგუფი კი მესხური ფესტივალის აუცილებელ ელემენტად ხალხური რეწვის ოსტათა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვას მიიჩნევს. ჩემი აზრით ჯობია ჯერ გამოფენა მოეწყოს მესხური ნივთების, აი ძველი მესხური ნივთების, შემდეგ მესხური ხალხური სიმღერებიც იყოს და თანამედროვე შერეული შემდეგ. აი მთლიანად ერთიანობაში გამოვა ძალიან ლამაზი. სიმღერების კარგია, ყველაფერი კარგია, მაგრამ სპორტული თუ იქნება, ახალგაზრდობა უფრო მეტი ჩართული იქნება, უფრო თქვა აქტიური იქნება. მგონი სპორტული თუ იქნება, უფრო შედეგი უფრო კარგი იქნება. მესხურ ფესტივალს ორგანიზებას ტელეკომპანია მეცხრე არხი უწევს, რომელიც შეეცდება ფესტივალის საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, სპორტული, კულტურული, სანახაობრივი თუ შემეცნებითი ღონისძიებებით დატვირთოს. მესხური ფესტივალი 2014 ახალციხის ციხის ტერიტორიაზე 6 და 7 სექტემბერს გაიმართება.